ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის პროექტის ფარგლებში დღეს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარებაშვილი ქვემო ქართლში მოქმედ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ქრონიკის ჟურნალისტი მარიამ სოლოღაშვილი ესწრებოდა, რომელიც თემის დეტალებს ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. ახალი სამთავრობო პროექტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად ქვემო ქართლში არსებულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა რეგიონში არსებულ ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრა და ბიზნესმენებს მათი საქმიანობის განვითარებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და რუსთავის მერი ესწრებოდა. პრემიერმა დღესვე ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით ხელმძღვანელ პირებს გააქტიურებისაკენ მოუწოდა. რეგიონების განვითარებაზე, სწორედ რეგიონების ფეხზე დაყენება, გაძლიერება არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავრობის მიერ 2 წლის განხორციელებული პროექტები არის უპრეცედენტო, ასეთი ოდენობის, ასეთი მასშტაბის სამუშაოები რეგიონებში არ განხორციელებულა და ასეთი ყურადღება ცენტრალურ მთავრობიდან არ ყოფილა ბოლო 10 წლის განმავლობაში. თქვენ შეგიძლიათ რეალური პროექტები, განხორციელებული სამუშაოები დაათვალოთ და ნახოთ. მე კონკრეტულ ფაქტები მოვიყვანე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში არსებული თითოეული რესურსი, თითოეული პოტენციალი, იქნება ეს ადამიანური თუ ბუნებრივი რესურსები, იქნას გამოყენებული გონივრულად, მაქსიმალურად ეფექტურად. იმისათვის რომ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები რეგიონებისთვის და რეგიონები გავაძლიეროთ და დავაყენოთ ფეხს. ეს შეხვედრები არის დასტური იმის, რომ მთავრობას ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გადააქვს რეგიონების განვითარებაზე და სწორედ დასახელება ამ პროგრამის ძლიერი რეგიონები, ძლიერი საქართველო ამაზე მეტყველებს. დღეს ჩვენ მარნეულის რაიონში შევხვდით ადგილობრივი კომპანიების, მეწარმეების წარმომადგენლებს, მოსახლეობას და ჰქონდა განხილვა იმ შესაძლებლობების, რომლებიც გააჩნია ქვემო ქართლის რეგიონს მთლიანად და ეს შესაძლებლობები ნამდვილად არის შთამბეჭდავი და ამ შესაძლებლობების გამოყენებისთვის მთავრობა კერძო სექტორთან ერთად დგავს ძალიან სერიოზულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ძლიერი რეგიონი, ძლიერი საქართველოსთვის პროექტის პრეზენტაციას მარნეულში დღეს ქვემო ქართლში მოღვაწე თითქმის ყველა ბიზნესმენი ესწრებოდა. მათი განმარტებით მსგავსი ტიპის პროექტები და მეტი კომუნიკაცია მთავრობასთან ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით საყდრისის საბადოზე მიმდინარე სამუშაოების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა. ხოლო მას შემდეგ, რაც საყდრისში მუზეუმის მშენებლობა დასრულდება, ყველა მნიშვნელოვანი ექსპონატის ნახვა დამთვალიერებელს ადგილზევე შეეძლება. საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არის რეგიონების განვითარების პროექტი. კონკრეტულად ეს პროექტი მისასალმებელია, იმიტომ რომ მთავრობის დონეზე არის ჩართულობა და რაც მთავარი არის, ყველა პროექტში მონაწილეობას ვიღებთ ბიზნესმენები. ანუ მეწარმე სუბიექტის აზრი კონკრეტულად კერძო სექტორის მიმართულების განვითარებისათვის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ RMG Gold-ის თანამშრომლები შეხვდნენ და მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს მათი განცხადებით გარკვეული მცდელობების მიუხედავად საწარმოს მუშაობა არ გაჩერდა. პრემიერ-მინისტრმა კი მათ პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობას ხელის შეშლას არ დაუშვებს. რამდენი კაცი მუშაობს კომპანიაში? 300 კაცი. 300 ოჯახი მუშაობს კომპანიაში. და მე მინდა გითხრათ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, თავის სატელიტ ორგანიზაციები და ფსევდო კულტურის დამცველების მეშვეობით ამ ადამიანებს ებრძვიან. 300 ოჯახს ებრძვიან. ეს არის ყოველდღე დაუშვებელი და მე გაძლევთ პირობას და სიტყვას გაძლევთ. თქვენს კომპანიას ვერავინ ვერ გააჩერებს. დიდი მადლობა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის განვითარების პროგრამაში აქტიურად იქნება ჩართული კერძო სექტორი და ადგილობრივი მოსახლეობა. პრემიერ-მინისტრი კი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.